მე. აი. მე არის ხანის მძღოლი. რა კადრები დაუმეწევი. აი კადრები გადავიდე. მე გასამიას გასმა. მე თუ მკითხავ აქვე რო გავჩერდ ფარცალები. აი ცოტა წინ მიდდა მინდორში გავჩერდ კაი. ცოტა ფართები. ისმის კარგად. 1 2 3 გაარკვი აბა ისმის კარგად. არ ვიცება, ნახოთ. მოვედით ნადარბაზებზე, როგორც იქნა მივახციეთ 1000 გამომწერს და ჩვენ შეპირებულ გათამაშებასაც მოვაწყობთ. ბატონო ვახო, რა სიტყვით? დღეს უკვე ორი ვახო ყავს სტუმრად დღეს უკვე დიდავიაციას დაუბრუნდი ნელ-ნელა. დღეს უკვე დიდი დღე ვაქვს, აბა მე და დიდი დემეტრე. ეს პატარა ვახოა. ეხლა გავდივართ რეპეტიციას. რა უნდა დამამუღამბინოს, რეპი უნდა ვიბაზრო რა. რო არ შემიშალოს. ხო ეგრეა დემე. აბა მითხარი. რა ვთქვა, რა ვილაპარაკო. რაო. ხო. ვის მოვაგებინოთ, ჩავაწყოთ გინდა? ჰა? სენ გინდა მოიგო? არა, ჩატყობები არ გამოვა. სამართლიანად ხო, მარტო რენდომად. ჩემთან გამოვაიგნა უშუქები. და მეორე ვინმე ახლობენ. აი მაგას სამია ძმაო. გარეშე. რაუდემი. გაგისტო, შენ ეს გინდა ხო? ბაზარი არა, ესეც გავათამაშოთ. იბაზრე, მიდი, აჰა იბაზრე. კაია გართობა და დასვენება, მაგრამ აქ ხალხი შრომობთ. სალამი. 1020 გამომწერს. დაჟე კონკრეტულად გახსოვს რამდენია? კი, აბა. თავისთავად, ეს ისეთი ციფრია და ისეთი საკითხი არის, რომ ზეპირად უნდა იცოდე რა. დაჟე მილიონ მეერთე რო იქნება, ის მილიონ მეერთე ზეპირად უნდა იცოდე. ხო, მოკლედ მოგესალმებით. თავი ამოყავით ნადარბაზევის ტბაში არა, უფრო მზესუმზირევის ტბაში ვართ და ნადარბაზევის ტბასთან ვართ. ესე იგი დღეს ვაპირებთ რომ მოვაწყოთ გათამაშება, მაგ მიკროფონი ვადლობა ხო? გაიხარე. რა მეტია. დიდი ხანი არ ყოფილა. დიდი ხანი არ ყოფილა. წინაზე რო არ ვიყავი. ხო, მოკლედ ერთი სიტყვით გვაქვს დღეს გათამაშება და ესე მარტო რაღაცა სადმე გორაზე ასვლით არ გვინდოდა რომ შემოფარგულიყავით და გვინდოდა რომ ლამაზი ადგილი გადაგვეღო. ხო და ამ ადგილის ლოკაციასაც თუ ვინმეს დაგაინტერესებთ და ეჭვი მაქვს ძალიან ბევრს დაგაინტერესებთ. მოგწერეთ და გეტყვით სად არის. ნუ პრინციპში კი ვთქვით, მაგრამ ზუსტადაც გეტყვით სად არის, იმიტომ ესე მარტივად ვერ შემოხვალთ აქ ისეთ ადგილზე შემოვედით. ირაკლი ანახისად შემოვედით. მარტო ტრაქტორი თუ შემოვა აქ. შემოძვერით. მე მგონი არაფერი გაგვიფუჭები. всё. წავით. აჰა, ლამაზად მოვაწყობთ ახლა ყველაფერს. ხო, დღესაც რაღაცას მოვამზადებთ. ისე არ დავრჩებით ფშიურები. ირაკლის შია გიჟივით. მთელი გზა ვიძახი და მაყურებინებ საჭმელს არ მაჭმევთ და. ხო და რა იქნება არ ვიცით ჩვენც რაღაცა ექსპერიმენტს ვატარებთ. სტეიქს აღარ შევწოვთ მოკლედ. მე სტეიქს არა და რატო კატეგორიულად? ცუდი იყო სტეიკი? არა, ხო შევწვით და რამდენი უნდა შევწვათ? არა, ხო, სტეიკი მე საიუბილეო გასვლაზე კი. საიუბილეო გასვლა. 1 წლის რო გავხდებით მე სტეიკი, კარგი სტეიკი. სად 1 წლის რო გავხდებით სად? კახისზე ხო არ გააღნიშნოთ 1 წლის თავი. აი 1 წლის თავზე ჩვენ თუ 10000 გამომწერი გვეყოლება? არა ნამედანი. ნაღდი იაპონური ვაგუ სტეიკი. არა. ისდეთ. მე არ ვჯერა მაგის, მაგრამ კარგი. 10000 გამომწერის? დაახლოებით 1 წლისები გავხდებით. როდის ვიყავით 6 ნოემბერს. 6 ნოემბერს არა, უყურე 1000 გამომწერი ხო გყავს ახლა? 1020 გამომწერი ხო გყავს? ანუ აქიდან უკვე 1 წლის თავზე. ანუ ჩათვალე უკვე დღეიდან 1 წლის თავზე ჩვენ თუ 10000 გამომწერი. დღეიდან 1 წლის თავზე შეიძლება კი. ცოტა ამბიციურად ჭირს, მაგრამ ეს დემეტრე ნახე როგორ გვიყურეს. უკვე AirPods Pro-ს ვათამაშებთ და ჩვენ რო 10000 გამომწერი გვეყოლება, შეიძლება მე ნივა გავათამაშოთ ვაფშე. ხო, ნივა. ისე მე მგონი 3 AirPods Pro უფრო ძვირი. ვიდრე ნივა. არა, ნახე რა ლამაზი ირა. გოგოები ირა ამას გადაუღია. აქეთ ნახე. და აქეთკენ თოლიები მიფრინავენ. ხო, თოლიები არიან ნაღდადე? არ ვიცი. სავარაუდოდ. ხო, ისე კიოდენ თოლიები არიან. მიფრინავენ ნადარბაზევის ტბაზე, რომელიც გვაქვს აქვე.
მომავალი სპონსორების საყურადღებოდ. აქ თქვენ შეიძლება თქვენი ლუდი ყოფილიყო. მაგრამ ორნაბიჩი რაც პასტაკლებით შეხვდა, ამჟამად ეგ არის. მე იმედია იქნება ნიშო. ყვითელ ფასებს დავსდებთ, ხო? ხო. ყვითელ ფასებს დავსდებთ. არა უშავს. მოკლედ მეგობრებო, ინტერნეტთან კავშირი არ გვაქვს. ყველაზე მთავარი ვერ გავთვალეთ. და ეს გათამაშების ვიდეო უშუალოდ შეიძლება შენობიდან იყოს ჩაწერილი. მაგრამ არაფერში არ შეგეპაროთ, ეჭვი ყველაფერი იქნება როგორ ქვია იმას, გამჭვირვალედ. კანონის ფარგლებში. ხო, CS:GO არ დაითვლის. ეგ არის. მე სპონსორი ვიშოვე, ლუდი დამიქციეს და მიყიდიან ახალ ლუდს, დამასპონსორებენ. აი, მოკლედ გეყოფათ მაიმუნობა რა, დავიწყეთ. მიშო, რას ვაკეთებთ, გითხარი მაშინ, დაიწყე. ჩვენ ვაკეთებთ მაკარონს თავისი სპეციალური соусით. ტომატის соусით. ხო, რაც შეეხება გათამაშებას, გათამაშების ვიდეო აქ ჩაგვივარდა. სად ქვაფში? აი, ზუსტად. ამაში ინტერნეტი არ არის, ინტერნეტი ვერ დავიჭირეთ. მადლობა მაგთის. ხო და ნუ ამ ვიდეოს ბოლოში ჩავსვათ რა, სადაც იქნება ცივილიზაცია, იქ გადავიღეთ ამ გათამაშების ვიდეოს და ჩავსვათ აუცილებლად. არა უშავს, რა გეუბნები. არა უშავს გაცივთ. კაი გამო. აქ ჩაგუბებული აქვს წყალი სულ. სად? რა დაიხო, თავის ნათარბასები გაიგეთ ამან. გუშ წეს აღარ უნდა გაივსოს. ესე იგი, უნდა დავჭერთ ხახვი წვრილად. დაგჭირდება ერთი თავი ხახვი. დაგჭირდება რამოდენიმე კბილინი 2, ტომატი ნაღები და კარაქი. ნუ, მთავარი ინგრედიენტი რაც არის, ეს არის მაკარონი. რომლისთვისაც წყალი დგას აქ და იხარშება უკვე. მერე ტაფაში უნდა მოვთუშოთ ეს ყველაფერი. ტომატიც
ნუ რაც ჩამოთვალე ის ყველაფერი დაფა არ გვაქვს დაგვრჩა სახლში. ამისთვის არავინ არ გამგვჭის ალბათ. ხოდემი ხო ეგრეა. კარგი. ისო შენ დანაზე მოგვიყევი რამე ყოველ ლაშქრობაზე რო დაგაქვს. რა დანა არის, სად შეიძლება შევიძინოთ? და როგორ არის ესე ბასრი სულ? ხო, სხვათა შორის ამ დანის ისტორია იმაზე შორიდან იწყება, ვიდრე ჩვენ დავიწყეთ ვიდეოების გადაღება. და საკმაოდ კარგი დანაა. ეს არის მორა. ეს არის შვედური ბრენდი. სიმართლე გითხრა, ამ ეს დანა რაც ვიყიდე, იმის გარდა აღარ გამომიყენებია ბევრი დანა მაქვს სხვა. აი ვახს ნაჩქარი მაჩეტეც მაქვს დაში. და არაფერში, ყველაფერში მადგება ეს დანა რა. საჭმლის გაკეთება იქნება, ტოტის მოჭრა იქნება, რაღაცა გათლა იქნება. მოკლედ რა შეიძლება დანა დაგჭირდეს ყველაფერში, რომ ძირითადად საჭმლის მომზადებაში ვიყენებ ამ ეტაპზე. სად შეგიძლიათ რომ შეიძინოთ ეს შენებო მაღაზიები სადაც არის ყველგან არის თითქმის ეს დანა. და არა მარტო ონლაინად შეგიძლიათ რომ შეიძინოთ. წყალი ადუღდა. ესე მარილი ვქენით? არა, მარილი ჯერ არ გვიქნება. მარილი რა თქმა უნდა გემოვნებით. ვისაც გემოვნება არა გვაქვს? თავისი უგემოვნობით შეუძლია ჩაყაროს. დავა კონკრეტულად ხო. მომშივდო. აბა მართალი. როგორც მისთვის მაკარონი გამზადდა ხო უკვე? მაკარონი მოიხარშა, ეხლა უნდა წყალი გადავწოლოთ. აფაზე ხლა რას ვაკეთებთ? ხლა კარაქი უნდათ რო გაცხელდება. დატენში ხო გახსოვს კარაქს როგორ უკეთებდი? ქვაზე. ეგრე არ უნდა გიქნა. არა, შატილს იმაში ვჭერდი. კარგი არისო ის. ხო და ეხლა ევრად განვითარებულად ვაკეთებთ. მაშინ ქვაზე ვაკეთებდით. ჯაკლი მომინდომა იქ. პირველ ყოფილები რო ვაკეთებენ ისე უნდა გავაკეთო. მარა აღიარე ხო ძალიან გემრიელი. მაგრამ პირველ ყოფილები ორნაბიჩი აყიდულოთ. სტეიკებს ხო? სტეიკებს. მაგრამ გემრიელი იყო მართლა. იგი ეტაპი ხახვიდან მეორე. ბატონო მიშო. ხო გაქვს ეს ადრესს გაკეთებული? პირველად ხო არ აკეთებ? კი. ერთხელ ვაკეთებდი. და ვერ დავამთავრე. სიტყვაზე გენდობით, მაგრამ ესე ჩაღიმებაზე არა. უკვე საეჭვო. ერთხელ ვაკეთებდი და ვერ დავამთავრე. ეხლა დავამთავრებ და თქვენ ვერ დავამთავრებთ. შემდეგი ეტაპი პომიდორი соуსი.
უკვე აკეთებთ ამას. ხო ეს? ზოგია ის გამოიღო, ზოგია. ეს რა არის მიშურას ვაკეთებთ ახლა? ყველის დრო მოვიდა, ეს უნდა ჩავახეხოთ უკვე დაფაში. აი როგორი მომზადებული ბიჭი ხარ ხოლმე რა, კაია, კაი მიშა. ვინ გიფასებს, არავინ არ გიფასებს. რატო ზმო გემრიელად შეჭრა ახლა? ირა, შენ ხომ მენდობ? მაქსახით არ გენდობი. აი იმაზე მეუბნები თუ არ მენდობი იქ იმაზე? შეფი გურა მივითავა რა, ჩემთან მოიტანეს ის. მინდი აბა გითხარი ხარ როგორია? შევაფასოთ, აბა როგორი გამოვა. არ მომყვება ხელში და რაღაცა. საკმაოდ გემრიელია, მაგრამ მე მგონი ცოტა მარილის მიცემდი, გემოვნებით, ხო ოდნავ მიცემდი. მაგრამ ძალიან გემრიელია. აუ, რა სიძახი ძალიან გემრიელია. დამატების პერსპექტივა ხო არის? აუ, მაგარი. მე მგონი გირჩევთ რომ ჩაეწეროთ შეფი მიშოს კურსებზე. ესე ვასრულებთ დღეს. ვეღარ ვხედავ სად მივდივართ ოღონდ. დღეს ესე დავასრულეთ. მოგესალმებით მეგობრებო, კიდევ ერთხელ როგორც ვივარაუდეთ ნადარბაზევის ტბაზე ინტერნეტს ვერ დაუკავშირდით და გვიწევს სახლიდან გათამაშების ვიდეოს ჩაწერა. მადლობა მინდა გადავხადოთ ჩვენ გამომწერებს, 1021 გამომწერი ყავს, ეხლა ამ ეტაპზე ვინც დააკომენტარა, ვინც იაქტიურა ამ კონკრეტული ვიდეოს ქვეშ და ზოგადად ვინც აქტიურობს ჩვენ ახსე და გვიზიარებს თავის აზრს, ძალიან დიდი მადლობლები ვართ. ჩვენც მოტივირებულად ვაგრძელებთ ჩვენ საქმეს. კიდევ და კიდევ მეც მადლობას მოგიხდით ჩვენ გამომწერებს, ჩვენ გვერდში მდგომებს. ყველაფრისთვის შეგახსენებთ რომ ჩვენი მხარდაჭერებისგან თამაშდება 3 ყურსასმენი, AirPods ყურსასმენები, თამაშდება ასევე ტენის დამტენი, პერსონალური გრავირები და ასევე თამაშდება გვაქვს სიახლე, კომპანია ტენისგან გვაქვს Powerbank-ი 10000-იანი სწრაფდამტენით. ხო, სიურპრიზს რომ ამბობდი ეგ არის. კაბელთან ერთად მარტო კაბელი რა უნდა იყოს მეთქი. უნდა ნამდვილად და კომპანია ტენემ არ დააყოვნა საჩუქარი. მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენ ხარდამჭერებს კომპანია ტენის და Mobile Hub-ს. ხო, ირაკლი რა თქმა უნდა ჩვენთან ერთად არის სულ ყოველთვის. ხო, ეგრეა ირა. კი, გვეთანხმება ირაკლი და ირაკლის ჩართული არის ამ გათამაშებაში. მოდი ახლა უშუალოდ გადავიდეთ გათამაშების პროცესზე, ეკრანს განახებთ. დავიწყეთ ახლა უშუალოდ გათამაშების ვიდეოს ჩაწერა. ჩვენ აქ გვაქვს პროგრამა, რითიც უნდა გავათამაშოთ. რენდომ გამარჯვებულიო გამოვავლინოთ. ახლა ეს საიტზე გადავიდეთ. აქ შევიდეთ. ზედმეტად მიკერძოებულები რო არ ვიყოთ და ყველაფერი იყოს. გამჭირვალეთ. ის ესე იგი, როგორც გათამაშების წესებში იყო, ვაშლონის ვიდეოზე უნდა დაგეწერათ კომენტარი. პერიოდში ჩამოხვიდეთ და იმობს რა რომ ამ ვიდეოზეა საუბარი. დიმეტრე მეც მომაგებინეთ.
მოკლედ ეს ვიდეოა. ფოკუსი გავასწორეთ. ესე იგი ამ ლინკს დავაკოპირებთ. და ჩავწერთ ამ საიტზე. აქაც ჩვენ დაწერილ კომენტარსაც გავთიშავთ და დუბლიკატებსაც გავთიშავთ. სულ კლიანობაში მოიძებნა 54 უნიკალური კომენტარი. მოდი კიდე გადავალო თვალი. რამე რო არ იყოს ისეთი. გაურკვეველი, ნახოთ. შვენიერი აქტივობა. ეს ვინ არის? გამოვიჭირეთ. ეს ვინ არის? ეს ვინ? მოდი გავადიდეთ. ეს ამას გავადიდებ ხა მე. ეს ირაკლი არ არის. პატივცემული გამოაჩინეთ. მეჯა ეს ირაკლი არ არის. მოდი გავადიდოთ ერთი მეტი ეფექტისთვის. წინ კიდევ ბევრი კარგი ვიდეო გველოდებაო. იმდენად კარგი სურპრიზები გვაქვს ჩვენი გამომწერებისთვის, რომ ირაკლიმ დუნებას ვერ გაუძლო. მიიღო მონაწილეობა კომენტარებში. მაგრამ მე ვიქნები ამის გარანტორი, რომ ირაკლი ვერ მოიგებს. იმიტომ რომ ირაკლიმ რომც მოიგოს, მაიგ არ ჩაითვლება, ასე რომ არი ნერვიულოთ მეგობრებო. დავიწყეთ გათამაშება მოკლედ. ესე იგი 54 კომენტარია მინუს ირაკლის კომენტარი და დაგვრჩა 53 კომენტარი. 53 რეალური პიროვნებაა. კაი, ვათამაშებთ პირველ AirPods Pro-ს. აბა ნახოთ იღბლიანი. აბა ვინ არის იღბლიანი? ცოტას ნერვიულო პირველი გათამაშება არის. აბა წავიდა. Militarius 6406 წარმატებები. მადლობა წარმატებისთვის. აბა ვნახოთ. აი ეს Militarius 6406. გილოცავ მეგობარო, მადლობას გიხდით კიდევ ამ მონაწილეობისთვის და ნამდვილად გამარჯვებული ხარ და ჩვენგან გადმოგეცემა აი ეს AirPods Pro 2. შეგვეხმიანე მოგწერე გვაქვს მითითებული მეილიც, Facebook-ის საკონტაქტო და მოგწერე ან კომენტარი დაგვიწერე ისევ სადმე, რავი, მაგალითად ნადარბაზევის ვიდეოზე და X შეგეხმიანებით ჩვენ. ნუ მოკლედ შევხმიანდებით რა ერთი სიტყვით ჩვენ გილოცავ კიდევ ერთხელ მადლობა აქტიურობისთვის. აბა წავიდა შემდეგი გამარჯვებული გამოვალინოთ ეხლა. დარჩა 52 კომენტარი. ირაკლის კომენტარს ხო ნამდვილად ვაშორებთ. ეს კიდე შემდეგი. სულ თამაშდება სამი ყურსასმენი. პროძონა მოიგო. გამარჯვებულია ნინი 921. წარმატებები შევხვდებით კახისზე. ყოჩაღ ნინი ყოჩაღ. ეს ჩაწყობილი არ არის, ნუ ნინის ვიცნობთ, ჩვენი მეგობარია. მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს რომ ხო. მაიგ ბევრს აქვს ჩვენ ახლობელს დაწერილი, ასე რომ უნდა გიაქტიუროთ უცნობებსაც, რა ჩვენი ბრალია. ნინი გილოცავ, მადლობა რომ ჩვენ გვერდით ხარ და ვეხმარები განვითარებაში. მეორე AirPods გათამაშებულია. გათამაშდა მეორეც. აი, ლეპტოპს ნურტყავთ, თორე ლეპტოპი გექნება ჩაჭო. და აი მესამე AirPods Pro-ს ნახოთ. დარჩა 51 კომენტარი. იმიტომ რომ ირაკლის ისე უწერია კომენტარი ჯიუტად. თაკო მოსიაშვილი. გილოცავ თაკო. თაკო მოსიაშვილი მე არ ვიცნობ, მაგრამ სავარაუდოდ ვახო იცნობს. ეგრე მოუწია რა ვქნათ. არც ეს იყო ჩაწყობილი. მაგრამ ხარს გვიჭერე ნამდვილად გვალეში კოპენ და ჩვენ განვითარებაში კი გვეხმარებიან ყველანაირად. თაკო გილოცავ, დაკავშირება არ დაგჭირდება, მარტივად გამოხვალ ჩვენთან კონტაქტზე და რავი. დანარჩენი ნახოთ. გაგვიზიარე ემოციები, როგორი ყურსასმენი იქნება. ესეც მესამე. გათამაშდა მესამე ყურსასმენიც. დარჩა კაბელი და power bank-ი. ორივე იქნება გრავირებით, პერსონალური სახელი ეწერება და power bank-ზეც ანალოგიურად გრავირებას მოვახდენთ და გავაწერთ სახელს, ვინც მოიგებს. აბა მადლობა თაკო აქტიურობისთვის და ჩვენი მხარდაჭერისთვის. ვინ იქნება შემდეგი?
დარჩა 50 ადამიანი. მე მინდა რატო მე არ მომაგებინეთო ურსასმენი. ურსასმენი მეც მინდოდაო. ემოციებს ვერ მალავს. და ვნახოთ შემდეგი გამარჯვებული. ჩვენ ცოტა ვღელავთ. ამხდა. პატარა ხარვეზია. და გეორგე კირკმენ. ხელოსნობის ვიდეოს უყურე ტელევიზორში მქონდა ჩართული და გამოსაწერად ტელეფონში მოგძებნეთ. ოჯახ კარგი ვიდეოა. აი. მადლობა მეგობარო. მადლობა. ამას მე არ ვიცნობ, ეხა პირადად არ ვიცი. ნახვა არ ვიცი ვინ არის. მადლობა გიორგი კომენტარისთვის, ემოციებისთვის მეგობარო და იმისთვის რომ ჩვენ გვერდში გახარ. აი. გილოცავ ძმაო. მოგწერეთ დავიკავშირდი, საკონტაქტოს დავტოვებ, დავიკავშირდი და გადმოგცემთ ამ საჩუქარს. შემოგვერთა დემეტრეც გამგათამაშების ვიდეოში, საბოლოო ჯამში დემეტრეს გარეშე არ გამოვიდოდა ეს გათამაშება. დემეს გაცინებაზე ახლა ცდილობს სამომე. დედიკო ცდილობს ახლა გააცინოს. მოკლედ კიდევ ერთხელ გილოცავთ გამარჯვებულებს. ძალიან დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ მხარდამჭერებს Mobile Hub-ს და მართალია. ტენეს. წარმატებები გინდა უსურვოთ. გითხარი კიდე რაღაც. მე ვლაპარაკობ. ჩას ფიქრობ, ხო? სპონსორებს ვეძებთ, ხო? ეხლა უკვე ახალ სპონსორებს ვეძებთ. ხო, მართალია. კი. ხო, ამით ჩვენი თანამშრომლობა კომპანია ტენესთან და Mobile Hub-თან დასრულდა. კიდევ ერთხელ მინდა გადავუხადო დიდი მადლობა კომპანია ტენეს და კომპანია Mobile Hub-ს ამ გათამაშებით ჩვენი თანამშრომლობა სამწუხაროდ დასრულდა. წარმატებას უსურვებ ამ ორ კომპანიას და დიდი მადლობა ჩვენ რო გვედგა მხარში და გვეხმარებოდა ესეთი კარგი ვიდეოების გადაღებაში. ვეძებთ სპონსორებს, ახალ სპონსორებს. რავი, შემოთავაზებები თქვენზეა, განხილვა ჩვენზე არის. ნახოთ რა იქნება და როგორ იქნება. ძალიან დიდი მადლობა, გისურვებთ წარმატებას და შევხვდებით მომავალ ვიდეოში, რომელიც იქნება მალე.